გამარჯობა. მოკლედ დღეს ვილაპარაკებთ იმ აკვანზე, სადაც ალბათ ლიტერატურა დაირწა და რომელმაც მერე მხოლოდ ეს ტექსტი არა, ძალიან ბევრი ტექსტი გამოზარდა. ვილაპარაკებთ წიგნზე, რომელიც ბოლო დროს ფილმით გახდა აქტუალური, ეგრე გამოვიდა, თუმცა ფილმი მასზე ადრეც არაერთხელ გადავღიათ და ვილაპარაკებთ კაცთან, რომელიც საქართველოში ალბათ ყველაზე მეტად უკავშირდება ამ წიგნს. ბოლო დეკადაში განსაკუთრებით. ლევან ბერძენიშვილთან ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ლევან, ჩვენთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა განსაკუთრებით ამ საკითხს. ნოსტოსი, ანუ ადამიანის უკან დაბრუნების აუცილებლობის მითი. მოდი პირველი კითხვა ასე დავსვათ, ეს ოდისევსაც უკავშირდება, მაგრამ შეიძლება ზოგადიც იყოს. ადამიანი ვერ ძლებს უკვდავებაში მეხსიერებით და ამიტომ უნდა დაბრუნდეს იქ იმ ადგილას, სხვა მწერალი რო ვაციტიროთ, სადაც ჰაერს ახსოვს მისი ბედნიერი სუნთქვა. ადამიანის სახლში ბრუნდება, ეს თუ შეიძლება პირად ამბავს ვიტყვი. ერთხელ 1986 წელს ციხეში ვიყავი და პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და დამიდეს წინ ორი პასპორტი, წითელი და ლურჯი. ორივე ჩემი იყო, როგორც გაირკვა. ერთში ეწერა ბერძენიშვილი ლევან ვალერიანოვიჩ, მესდა, გრუზინ და მისამართი თბილისი ვეძინის ქუჩა 17. დომ 17. მეორეში წერია ბერძენიშვილი და შუ არის გადმოცემული CH-ით, ანუ ფრანგული, რომელშიც წერია, რომ ამ ბერძენიშვილს პარიზში სახლი აქვს. მისამართი წერია და წერია, რომ არის საფრანგეთის მოქალაქე მოთხოვნისამებრ. დაახლოებით. ანუ თუ მოითხო, გაძლევ. მე ვუნებიან, სად მიდიხარ? მე ვიჯექი ციხეში და ერთი სული მაქვს სახში დავბრუნდე, სადაც არის ჩემი ცოლი, ჩემი შვილი, ჩემი ძმები, ჩემი მშობლები, ყველა საქართველოში. მე დაუფიქრებლად ვუთხარი, რომ მე მივდივარ სახლში. თქვენ ვარ თქვით კალიფსოზე. ხო. და ეს იმდენად ბუნებრივია. ჩემთვის იმდენად ბუნებრივი იყო, რომ შენ გაქვს კონკრეტული მარტო ადგილი ხო არ გეძახის, კიდე ხალხია, ხო? და მარტო ცოცხლები ხო არ გეძახიან, კიდე საფლავებია, კიდე და მარტო შენიც ხომ უნდა იყოს იქ. ასე რომ ოდისევსი ერთი წამითაც არ ფიქრობს იმას, რომ უკვდავებაში დარჩეს. მე მაქვს ესეთი ჩამჭრილი შეკითხვა ხოლმე ხანდახან სტუდენტებთან. თუ ოდისევსი 25 წლისა წავიდა ომში და ომი 10 წელი გაგრძელდა და მისი მოგზაურობა კიდე 10 წელი. უკან რამდენი წლის დაბრუნდა და ჩვეულებრივ ამბობენ რომ 45-ის და არა კარგონიათ პრობლემა. ხო, მაგრამ ის 7 წელი ნიმფა კალიფსოსთან და 1 წელი ნიმფა კირკესთან ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 წელიწადი ის მას არ ემატება წლები, უკვდავს არ ემატება წლები. უკვდავობა არ ნიშნავს იმას, რომ ბერდები. დროის გამორიცხვას გულისხმობს. დიახ, იმიტომ რომ უკვდავება ავტომატურად არა სხვა შორის, იმიტომ მინდა გითხრათ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ქალმა ისურვა უკვდავება და დაავიწყდა მარადიული მაწვილის მოთხოვნაც. ამიტომ ძალიან დაბერდა, ძალიან დაპატარავდა და ბოლოს ბოთლში შევიდა და იქიჯდა და ამბობდა სიკვდილი მინდაო. თან ამას ამბობდა ბერძნულ ენაზე. ასე რომ ოდისევსის ამბავი, ნოსტოსის ამბავი, დაბრუნების ამბავი არის არა მარტო მისი ამბავი, ეს არის ზოგადი მითი იმისა, როგორ ბრუნდება ხალხი და ვინ როგორ ბრუნდება. ბერძნებს მაგალითად უამრავი ღმერთი გულშემატკივრობდა ომში, მაგრამ ისეთები დააშავეს ომის მერე, რომ იგივე ღმერთი, რომელიც ეხმარებოდა, ახლა გადაეკიდა. მაგალითად პოსეიდონი ოდისევს, მაგალითად ათენა ყველა დანარჩენს ოდისევსის გარდა გადაეკიდა, რატომ? რომ მის საკურთხეველზე ქალი გააუპატიურეს. გამარჯვებულებმა ვერ მოზომეს და ჩათვალეს, რომ გამარჯვება ნიშნავს ყველაფერს. ქართულ ზღაპრებშიც გვხვდება, სხვა შორის, არ ვიცი დამოუკიდებლად, არ ვიცი
ეს ნასესხები ამბავი, მაგალითად აი მიწა თავისას მოითხოვს, ხო? დაახლოებით ეგეთი ამბავი, როდესაც გმირი მიდის უკვდავების საძებნელად, ის პირდაპირ ამის გამო მიდის. მას განზრახულიც კი აქვს, რომ საკუთარი სამშობლო დატოვოს და არა კონკრეტული მიზნით, როგორიცაც თქვა ოდისევსი წავიდა. მიაღწევს ამ უკვდავებას, მაგრამ აინც ვერ ძლებს ამკვდავებაში. ამიტომ ვიკითხე, მეხსიერება არის მთავარი რამ, რაც ადამიანს ამოძრავებს. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მეხსიერება. შეიძლება ბევრი რამ არის, მაგალითად სუნი, გემო და სხვა. ყველამ ვიცით, რომ რაღაც ადგილას წყალს მაგალითად სხვა გემო აქვს. ესეც ხსოვნის ნაწილი. ეს არის, სხეულის ხსოვნის ნაწილი. ეს არა ინტელექტუალური, იმიტომ რომ ადამიანს ეს არ ახსოვს ხოლმე. მე რო სინჯავს, მე ხვდება, რომ თურმე წყალს სხვა გემო შეიძლება კონდეს. მე მაგალითად უცხოეთში ხანგრძლივი ცხოვრების მერე რო ჩამოვედი და ქართული წყალი თავლი, მივხვდი, რომ წყალიც კი სერიოზულად განსხვავდება. წყალს საკუთარი მეხსიერება. ამას მიხვედრა უნდა. არის ზოგიერთი ფრანგული წყალი, რომელიც ქართულს გავს. მაგალითად, ალბათ შემადგენლობაშია საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მარტო ეგ არ არის, რა თქმა უნდა, ხალხი, რომელიც გელოდება და პასუხისგებლობა. ახლა ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ნახო, ერთხელ მან შენი შვილი არ უნდა ყავდეს ნანახი ახლა. მე სულ მაკვირვებს იმ მამების ამბავი, რომელთაც იციან, რომ შვილები ყავდა, არ ნახულობენ ხოლმე. პრინციპული საკითხი არის. და ახლა ბავშვი დატოვა პატარა. ახალშობილი. 20 წლისაა უკვე. კაიხელა, ვაჟკაცი, კაცი უნდა იყოს. იმ დროის აზომით ჰომეროსი ძალიან ცდილობს, რომ მაგარ ბიჭად გამოიყვანოს, მაგრამ ხო არ არის ახლა ხო ნათელია, რომ მამის გარეშე გასდა, იმასაც ნიშნავს, რომ დააკდა რაღაცა ვაჟკაცობაში. ამა ტელემაქეზე მე ცოტა უფრო ცლად ვილაპარაკოთ. ოდისეა. თქვენ ამ წიგნზე გისაუბრეთ მანამდეც ბუნებრივია, მაგრამ მოდი ჩვენი მაყურებლისთვის შეძლებს და გვარად ვცლად, მაგრამ არა ისე, რასაც სალექციო ფორმატი გულისხმობს, თქვათ რა ტიპის ტექსტია ეს? რატომ არის ის რევოლუციური ტექსტი? ჰომეროსმა დაწერა 2 პოემა და სინამდვილეში დაწერა ნახევარი მსოფლიო ლიტერატურა. იმიტომ რომ როგორც ამბობს ბორხესი, სულ 4 სიუჟეტი არსებობს და 2 ჰომეროსისაა. მესამე იქვე საბერძნეთში იშოვება ეს არგონავტიკა, მაგალითად განძიძიება, მაგრამ თემა ასეთი შინაარსი, შინ დაბრუნება, ნამდვილად არის მსოფლიო ლიტერატურის 1/4 თუ მეტი არის. და ალყაც. ანუ ჰომეროსი როცა წერდა, ფაქტობრივად ის ქმნიდა ლიტერატურას და თან მოზომა საკმაოდ ნაწილი, რომელიც მისი არის და მასზე დამოკიდებულია. და 2 სხვადასხვა ტექსტი დაწერა, იმიტომ რომ მას ესმის 2 სხვადასხვა გმირი. ბერძნებს არ ყავთ 1 არქეტიპი. ბერძნებს ყავთ 2 არქეტიპი. ოღონდ 1 უყვართ ძალიან და ყველას არქმევენ ახილეს. ახლა ყველა ახილესი. ხოლო მეორე არიან. ბერძნები არ არიან ახილესები. ანუ ის იდეალია, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო რაღაცნაირად, მაგრამ არა. ისინი არიან ოდისევსე ყველა ომი ბერძნებმა მოიგეს სპიერებით. სხვანაირად ვერა. ახლა 200 მილიონიანი ქვეყანა რომ დაგესმება თავს და ჯამში რო 1 მილიონი ხარ მონებიანად. ყველა სახელმწიფო ერთად აღებული. როგორ უნდა მოიგო? მხოლოდ გამჭრიახობით, ტვინით და ინტელექტით. რომლითაც ახლა. ამიტომ ისინი უფრო ოდისევსები არიან. ჰომეროსმა დაწერა 2 პოემა იმ ხალხზე, რომელსაც იცნობდა. ერთში გამოხატა იდეალი, როგორც უნდა იყოს ვაჟკაცი, კაცი, მეომარი, რომელიც ყველაფერს თმობს სახელის გამო. რომელიც არის ინდივიდი და ამბობს რომ მე. აი მე მაგალითად უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე ტროის ომი, ვიდრე ჰელენე, ვიდრე ბერძნები ზოგადად. იმიტომ მე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომ და სულ სხვა ტიპაჟი არის ოდისევსი. თვითონ ჰომეროსი ახალგაზრდობაში როგორ ჩანს წერს აქილევსს და სიბერეში წერს ოდისევსს. და უკვე ესმის რას აკეთებს, ესე იგი. ხო, მნიშვნელოვანია რა თქვა წერალი და პოეტიკაც იბრძანდება და ახლა იცით გადასარევად ეს ამა. მნიშვნელოვანი არა მარტო ის, რასაც დაწერა.
ნიშნავენ ისაც არწე. აი ჰომეროსმა რა დააკლო ოდისევს, ამას თუ გავითვალისწინებთ, ანუ ოდისევზე ბევრი რამაა ცნობილი და ჰომეროსი არ არის ერთადერთი წყარო. არის უამრავი წყარო, არის ტრაგედიები, არის პოეზია, არის ფრაგმენტები ბევრი რამის, არის და ბევრგან არის ეს ფიგურა, ბევრგან ჩანს. და ჰომეროსმა აშკარად რაღაცეები ამოაკლო. ყველაფერი, რაც ოდისევს განსაკუთრებით უარყოფითად წარმოადგენდა. არ დაწერა. იცის. იგრძნობა რომ იცის, ახლა არ შეიძლება არ იცოდეს. მაგალითს გეტყვით. ოდისევს არ უნდა და ომში წასვლა. იმიტომ რომ ის როგორც ჭკვიანი კაცი თავიდანვე მიხვდა რომ ამ ქალს ჰელენეს არ უნდა გაკარებოდა. როცა დიდი რიგი დადგა, ის მივიდა და თქვა მე გასავლით როგორ უნდა მოიქცეთ, ვარ დახოცოთ ერთმანეთი, მე ქალი არ მინდა. მაგის ბიძაშვილი პენელოპე მომეცით მე და მე გასავლით ჭკვიანურად როგორ მოიქცეთ და ასწავლა. რომ უნდა დადონ ფიცი, წინასწარ, რომ თუ ამ ქალს რამე მოუვა, ჩვენ ყველა ომში წავალთ. თუ მოიტაცებენ, თუ შეურაცხყოფენ და სხვა. გვერდით დაუდგებით ქმარს და ყველა ფიქრობდა იქნებ ის მე ვარ, ვისაც გვერდით უნდა დაუდგენ. და ეს ფიცი ტინდარეოსთან, აღმზრდელ მამასთან, ჰელენეს მამა იყო ზევსი, მაგრამ გაზარდა ტინდარეოსთან ეს ფიცი დადეს. და ოდისევს არ დაუდევს ეს ფიცი. ამიტომ მას არ ეკუთვნოდა ომში წასვლა, მაგრამ კალქასმა წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ოდისევსის და აქილევსის გარეშე ვერ ვიგებთ. და მართლაც აქილევსმა გააკეთა თავის საქმე ჰექტორი გამოაცალა ტროელებს, ხოლო ოდისევსმა გააკეთა თავის საქმე ხისცხენი მოიფიქრა. ეპეიოსმა გააკეთა ხისცხენი და მერე მთელი ამბები. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ ოდისევსის გარეშე არ იყო ომი და ამას წასვლა არ უნდოდა. ამიტომ, როდესაც მიაკითხეს, მან თავი მოიგიჟიანა. და დაიწყო ზამთარში მიწის ხმნა, გაყინული მიწის და შიგნით მარილი ჩაყრა, მოსავალი მოვაო. მაგრამ გაგზავნილი იყო ოდისევზე არანაკლებ ცვიერი კაცი სახელად პალამედესი. დიდი გმირის შორის. უსამართლო ბის მსხვერპლი. ტროის ომში ბევრი უსამართლობა იყო, ეს ერთ-ერთი. ამ კაცმა შეხედა ოდისევს, მიხვდა რომ იგიჟიანებს თავს, მოკიდა ხელი ახალშობილ ტელემაქოს, დაუდო წინ სახნისის წინ და გადაუაროს თუ გიჟია და გავანებებ თავს. და მან ბავშვი ხელში აიყვანა და წამოვალ ომშიო თქვა. გამოადგათ, იმიტომ რომ ოდისევსი რო არ ყოფილიყო, აქილევსი აღარ მიდიოდა ომში. იმა დედა არ უშვებდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა. ოდისევსმა იქ ცვიერებით გამოავლინა გოგოებში დამალული აქილევსი. აქილევსი ისეთი ლამაზი იყო, კაბა ეცვა და ვერავინ ვერ ხვდებოდა რომ ქალი არ არის. მაგ დროს სხვა ჩვენს ერთ-ერთი ქალი დააორსულა და შვილი ესე გაუჩნდა იმას, ცოლი არ ყოლი არასოდეს. ეხლა ყავს ცოლი, ჩვენ უნდა ვთქვათ საამაყო ამბავია, რომ ნეტართა კუნძულებზე აქილევსი რომ უკვდავი არის იქ, ცოლად ყავს ჩვენი მედეა. როგორც ამტკიცებს ამას ბერძნული ლიტერატურა. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ ოდისევსის შემთხვევა არის ასეთი, რომ ჰომეროსმა ყველაფერი რაც ცუდი გააკეთა და რა გაუკეთა ამ კაციცით შურიზიების მიზნით ამ პალამედესს. პალამედესთან მოულოდნელად შეიჭრა კარავში ხალხი, გათხარეს მიწა, იქიდან ამოიღეს ოქრო და იქიდან ამოიღეს პრიამოსის წერილი. ალბათ ოდისევსის მიერ გულდასმით დაწერილი. ტროულის აქცევებით და ასე შემდეგ. და სიკვდილით დასაჯეს აბსოლუტურად უდანაშაულო კაცი. ასე რომ ოდისევსის უკან ბევრი რამ ასეთი ბნელი ამბავი ცოდვა იმალება, მაგრამ ჰომეროსმა აქ მას თვალი დაუხუჭა. სამაგიეროდ არ დაუხუჭა თვალი ვერგილიუსმა, რომელთანაც ყველა საზღარი პიროვნება იმ პოემაში, რომელიც მან დაწერა და არის ოდისევსი, ანუ ულიქსესი. რომელმაც მერე კიდევ სხვა დანარჩენი ტექსტები შვა. და არაერთი, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში. ისე ლიტერატურისთვის, როგორც პერსონაჟი, გაცილებით საინტერესო ხომ არ არის ნაკლული ადამიანი, ვიდრე ადამიანი, რომელიც იდეალურია. და საერთოდაც აი, რო წარმოვიდგინოთ, რომ აქილევსი ბოლომდე ყოფილიყო
უკვდავი და ქუსლი არ ქონოდა. ის ხომ ჰომეროსისთვის უინტერესო იქნებოდა. მე მგონია რომ აქილევსმა სიკვდილით შეიძინა უკვდავება. ჰომეროსის აქილევს თქვა სიმართლე ქუსლი არ ქონია. არა, აი ზოგადად. ანუ ჰომეროსის აქილევსი მოწყვლადი არ იყო ქუსლში. ჰომეროსის აქილევსი იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაიჭრა სხვა ადგილებშიც. ასე რომ ქუსლი ტაციოსმა მოიფიქრა მეორე საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვის. ეგ რომაული ვერსია. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ მე გამიჭირდება დათანხმება, იმიტომ რომ აქილევს თავისი ამბები აქვს, ასე ვთქვათ. უბრალოდ აქილევსი არ არის ტიპური წარმოადგენელი კაცობრიობის. აქილევსი არის 0.1%. თქვენ აქილევსისტი ხართ უფრო. მე აქილევსისტი. ხო, რაც უფრო ეს შევამჩნიე სხვა. ოდისევსის ასაკისკენ სპეციალურად კითხეთ. მით უფრო ის ახალგაზრდა აქილევსი უფრო მოძა. არა, ოდისევსი, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, უნივერსალური ადამიანია. როგორ ამბობს, იცით, პოლიუტროპოს, მრავალმოხრიანი. აი მრავალწახნაგოვანი რა. ისეთი როგორც ადამიანი უნდა იყოს. უნდა იყოს, ხო. ამით დაგვავიწყდეს რომ ჰომეროსი უკვე უფრო დიდი ოსტატია და ხასიათის ნიშნები უკვე შეუძლია აღწეროს, იქ არა. ის იდეალია, ის მიუღწეველი იდეალი არის, იმას თავისი ამბავი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ოდისევსი შეიძლება ითქვას, რომ სოფლიო ლიტერატურაში ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო პერსონაჟია, იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ნახა, ყველაფერი იცის, ყველაფრის გამო და აქვს ბრწყინვალე იუმორი, რომელიც სხვათა შორის აბსოლუტურად გააცალა ამერიკელმა ინგლისური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა. საერთოდ არ ხუმრობს, ისე იგი, უაღრესად სერიოზული პერსონაჟი წარმოგვიდგინა. კიდე ბევრ ამის არ შვება. ხო. რასაც უნდა შვებოდეს. მაგრამ ხუმრობა, მე მაგალითს ვიტყვი, როგორ ხუმრობს ოდისევსი. პოლიფემოსი, კიკლოპი, ძალთვალა, ეკითხება ვინ ხარ შენ? ეს ეუბნება მე ვარ უტის. ზუსტად იგივეა, რაც ქართული არა ვინ. ტის არის ვინმე, უ არის არა. არავინ არის უტის. და როდესაც, ანუ არ უთხრა თავის ნამდვილი სახელი, მან დაიჯერა რომ ამას უტისი ქვია. და როდესაც ამის ღრიანცელზე თვალე ამოთხარეს და მოირბინეს სხვა კიკლოპებმა და თქვა ვინ გიქნა ეს იმოთხა არავინო. და იმათ ხელი ჩაიქნა არავის არ უქნიო და წავიდნენ. ეგ არის ოდისევსობა. ეს არის იუმორი, რომელიც აი რა ტრაგიკულ ადგილას არის ხო ადამიანმა პოლიფემოსმა თვალი დაკარგა ერთადერთი კაც მეორე მაინც ქონოდა და მიუხედავად ამისა ამის და ოდისევსის ქედმაღლობა გამოვლინდა იმაში რომ დაეტოვებინა ეს სახელი რომ უტისი იყო არა როგორც კი დიდ მანძილზე დაშორდა ის ლოდებით ვეღარ ცდებოდა ბრმა პოლიფემოსი მერე დაუძახა რომ მე ვარ ოდისევსი ლაერტესის ძე იცოდე ვინა მოგთხარა თვალი და იმან იმწოდა უჩივლა მამასთან და მერე მოხდა ის რაც მოხდა იუმორი არის ის რომ მამა პოსეიდონი თუ შვილი არ იჩილებდა ამ ამბავს ვერ გაიგებდა კი ყველაფერი რო ეს იმ ფილმში სრულად უცნობი ხდება უცნობივე დარჩება ალბათ იმ ხალხისთვის ვინც ხოლოდ ფილმებს უყურებს რომლებიც ბუნებრივია ზოგადი აზრით კინემატოგრაფს გულისხმობ არის სრულად შესანიშნავი გავაგრძელოთ ჯერ ის ხაზი წასვლის და უკან დაბრუნების ხო რენესანსმა ეგ ამბავი ძალიან ძაფრად იმემკვიდრევა ადრე რენესანსულ ტექსტშიც აი ქართულ ტექსტში ავთანდილის ამბავი ეგ არის ხო უნდა წავიდეს დაბრუნდეს მერე გვახსენდება დანტეც გვახსენდება სერვანტესის ჯონათან სვიფტიც რატომ აღმოჩნდა მსოფლიო ლიტერატურისთვის ჩვენ ვთქვით რომ ეს მითოლოგემა ძალიან და ზედმეტად ადამიანურია და ისედაც ჩვენ თვითონ ვიმეორებთ ამას საკუთარ ცხოვრებაში მაგრამ რატომ აღმოჩნდა ეს ასეთი ჯადოსნური თუ შეიძლება ასე ითქვას სიუჟეტი რომელსაც რეალურად არასდროს არ გაექცა სადაც ძილობდა გაქცევას იქაც იგრძნობა ხო თქვათ აი მობი დიკში ჰეკლბერი ფინში ან თუნდაც თქვათ იმ ტექსტებში რომლებიც ენეიდას ამუშავებენ ხო ულისე იქნება თუ უფრო გვიანდელი ულისე ბაღდადიდან და ასე შემდეგ აი რატომ არის ეს წასვლის და დაბრუნების ამბავი ასეთი მძაფრი უკვე ხა ადამიანთან დაკავშირებით თქვენ უკვე მითხარით თვითონ ლიტერატურისთვის რატო არის ესეთი მომგებიანი თემა როგორც თქვით ჩვენ ჰომეროსმა ორი სიუჟეტი მოიფიქრა პირველი არის ალყაშემორტყმული ქალაქი რომელიც წაიქცევა მაგრამ რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ხოლო მეორე არის აი ეს შინ დაბრუნების ამბავი
ეს აი არ არის ლიტერატურა ამის გარეშე. აი მე სერიოზულ ტექსტს ვერ ნახავ რა, ოდისეა რო არ იყო შიგნით რაღაცნაირად. ხანდახან ეს სულიერია, ხანდახან ერთდღიანია როგორც ჯოისთან, მაგრამ ეს რო არ იყოს არ შეიძლება უძღებიშვილის ანუ შეცდომილის ამბიდან დაწყებული ანუ აბე გილგამეში თელი ამბები არის. ამო ოდისეა არის სიუჟეტების სიუჟეტი. ის რიგითობით არის მეორე, მაგრამ სინამდვილეში რაოდენობრივად და სხვა თუ შეხვედრად ის აშკარად პირველი სიუჟეტია. არც სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები რაღაცნაირი ოდისეის გარეშე ძნელი წარმოსახვის. იქაც კი სადაც საცობია, მაგალითად კორტასარის სამხრეთ შარაგზაში გზა არსად არ მიდის, მაინც ესა. კი რა თქმა უნდა. და ლაოძიც თავის დაოდეძინით და ეხლა ამას წინათ მე წავიკითხე ძალიან ესეთი ვიანური ნაწერი და ჩვენიანის, იმიტომ რომ ბოლო ხანაში ბევრი დაიწერა ოდისეაზე და აი როგორიცაა ფილმი, ისეთებიც ბევრი დაიწერა რა. ჯობდა არ დაეწერათ. ჯობდა ფილმს კინოში დარჩენილი. ისეთებიც დაიწერა, ზოგიერთ ძალიან ჭკუის მასწავლებელია და სხვა. აშკარა არის რომ ბევრმა ისეთმა დაწერა, რომელსაც წაკითხული არ აქვს მართლა. სერიოზულად. მაგრამ ერთმა აღარ ვიტყვი რომ ვინმეს არ ეწყინოს. მაგრამ პედრო პარამოს შეადარა. ეს იყო გენიალური. პედრო პარამო რომ ოდისეადან იბადება, ეგ არ არის ძნელი მისახვედრი ჩვენთვის, ვისაც ტექსტთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. იმიტომ რომ ჰომეროს ოდისევსზე ამბობენ, რომ ოდისევსმა იმოგზაურა ჯოჯოხეთში და საიქიოში. არ ყოფილა ეს. მან დახედა, ზემოდან დახედა და სულებთან კონტაქტი ჰქონდა, მას შიგნით არ ჩასულა. აქ ჯოჯოხეთი დაჭირდა იმისთვის, რომ იმ ვიღაცას ეთქვა ის, რაც მას ჭირდებოდა კონტექსტურად ჩვენი დროის ამბებისთვის. ხო და ამ შემთხვევაში, როდესაც ოდისევსი ყველგან მოგზაურობს და ყველგან არის, იგი ხდება განსაკუთრებით მომხიბლავი დიდი ქვეყნების ლიტერატურისთვის. აი თქვენ რო ახსენეთ ახლა ჰაკლბერი ფინი. რამოდენა ქვეყანა, რამხელა მდინარეა, ხო წარმოგიდგენიათ ახლა ჩვენ როგორ უნდა დაგვეწერა ეგეთი რამ. საიდან სად უნდა გვემოგზაურა. ამიტომ რუსთაველმა მთელი მსოფლიო გამოაცხადა საქართველოს და იქ ამოგზაურა და ეს არ იყო და იქ ზეცაში კიდე იქ ამბები. აიტანა სამცა გაიდარბაზესა რუსთაველი. დანარჩენების ქართული ოდისეა ძალიან წინია. მაგრამ იქით სამაგიეროდ სოფლიოსთვის ეს იყო არა მარტო სიუჟეტი, არა მარტო დაბრუნების ამბავი, არამედ იმათი მოხილვა ყველაფრის, რომელიც არის ლიტერატურისთვის უძვირფასესი რაღაცები, 11 დიდი ამბავი გამოაკლო მაგალითად ბოლო რეჟისორმა ოდისევსის ამბავს. 15 ამბავი არის და 11 არ გადაიღეს. გადავიდეთ ამ თემაზე. მაინდა-მაინც ამ რეჟისორზე კონცენტრირებულად არა, მაგრამ ნოლანზეც ვილაპარაკოთ, რახან ბოლო და ძალიან გახმაურებული ეკრანიზაცია რა, რადგანაც თქვათ ეს პროექტი და ასეთი ტიპის ეკრანიზაციები პროექტებად არის ჩაფიქრებული, მას ძალიან ბევრი განშტოება აქვს, დაგეგმვა და კონკრეტული სამიზნე აუდიტორიები. მაინც დღეს ძალიან აქტუალურია. ზოგადად ჯერ ვილაპარაკოთ ინტერპრეტაციის ხელოვნებას. სოფლიო ლიტერატურა არის მათ შორის ინტერპრეტაცია, თემების გადამუშავება, ბორხესი ახსენეთ, არსებული მოდელები და ეს არც ერთ შემთხვევაში არ იგულისხმება არც პლაგიატად ერთი მხრივ და მეორე მხრივ თუ ნიჭიერად გაკეთებულია, მას შეუძლია რომ ახალი ტექსტი შუას, ისე როგორც ახალი კინო. რაც შეეხება ოდისეას, მასთან დაკავშირებით არის მცდელობები სოფლიო კინემატოგრაფში რამდენიმე და სხვადასხვაგვარი, ხო? მე თვითონ ესთეტიკურად ყველაზე მეტად მომწონს პიავოლის ოდისეა, როგორც ვთქვათ, რაღაცა ერთგვარი სიმბოლური ხატი, რომელიც აქ აგებულია ენობრივ თამაში, იქ სანსკრიტია, ძველი ბერძნულია, ლათინური რაღაც. ზოგიერთი ოდისეა არის პირდაპირი ოდისეა, ხო? ახლახანს გადაიღო მაგალითად ვთქვათ, პაზოლინის მოგვარემ, რომელნაც ვთქვათ, ოდისევსის ბოლო ეპიზოდი შემოგვთავაზა, მაგრამ ტექსტთან ვთქვათ, ძალიან ახლოს, ხო? და კიდე სხვაებიც გვახსენდება არაერთი, ვთქვათ, იქ ბევრი პროექტი იყო, მათ შორის ორსერიანი და ასე შემდეგ და არის ოდისეები, რომლებიც თუ ვთქვათ, ოდისევსის ამბავი კარგად არის, შეიძლება არც მოგვეჩვენოს, რომ ოდისეა, ხო? ზოგი ამბობს, რომ შეიძლება იყოს პარიზი ტეხასი, ზოგი ამბობს, რომ შეიძლება ეს არის საერთოდ ბერტოლუჩის საბურველ ქვეშ და არის იქ ქალი ოდისევსი და ასე შემდეგ. ამას რატომ
მოვკითხულო. ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტაცია ადამიანებს გონიათ უბრალოდ შეცვლა. აი თქვათ რაღაცას გამოაკლებ, მიამატებ, როგორც თქვენ თქვი და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ შენ ინტერპრეტატორი ხარ. ხო, და ძირითადად თქვათ ამით ამართლებენ ნოლანს, შეიძლება მას გამართლება შეუსაბამო სიტყვა, იმიტომ რომ თავისი თქვათ სტილი აქვს, ესთეტიკა აქვს, მიმართულება აქვს. მინდა რომ ჯერ თქვენი დამოკიდებულება გავიგო ინტერპრეტაციაზე. მე არ მინდა ისე წარმოიდგინოს ვინმემ რომ ვერ ჩოდე მაგალითად ნოლანს იმიტომ რომ ინტერპრეტაცია გააკეთა. სხვანაირად გეტყვით. მე 1950 წლის ოდისეაც მაქვს ნანახი ლამის იმ დროს როცა გადაიღეს ძალიან ადრეც. ძალიან კერკ დუგლასი. ის ძალიან კარგად მიყვებოდა და პირდაპირ იყო. ნუ ის იყო კარგი ფილმი იმდენად, რამდენადაც ოდისეა თუ არ გაქვს საკითხული, რაღაცნაირად მოკლეში ნაერსად გავა. უნდა გითხრათ, რომ როგორც ფილმი ის არ იყო არაფერი. თქვათ პირდაპირ. მაგრამ იმ დროს, როცა ეთერი და ბიძინა და ასეთი ფილმები ჰქონდა ქართული, ეგ რაღაცას გავდა. ამის მერე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ამაზრზენი და ყველაზე სუსტი ოდისეა არის ის, რომელიც მიყვება ტექსტს, ეს არის ორსერიანი. თქვენ კანჩალოვსკის ოდისეა. კანჩალოვსკის მე არაფერი კარგი არ მინახავს, მაღალი აზრის ისედაც არა ვარ. კარგმა რეჟისორმა ურჩია გადაიხევო სხვა შორის. მაგრამ გამოსვლით რამდენად გამოვიდა. ხო და ის შედარებით უფრო ერთგული იყო ხომეროსის. მაგრამ არა, ანუ იმაში არ არის საქმე. მე ორ რამეს ვეძებ რეჟისორთან, რომელიც პირველი ის უნდა იყოს ხომეროსის შესატყვისი რეჟისორი. ახლა ვთქვათ ხომეროსი ვერ იქნება, მაგრამ უნდა იყოს შესატყვისი. ანუ რაღაცა დონე უნდა იყოს. ოპენჰაიმერი მაინც უნდა გქონდეს გადაღებული. ამდენად ეპატიება. ხო? იმიტომ იქ იყო რაღაცა. კარგი ფილმებიც აქვს. არ არის ცუდი რეჟისორი. უბრალოდ ერთი შეხსენება მინდა ყველას შევახსენო და მაგ რეჟისორსაც. ყველაზე უფრო დაცხო იმ თარგმანის ავტორმა, რომელთაც ისარგებლა. ხო და თითქოს ის არის ყველაზე თანამედროვე თარგმანი, ასე ითვლება. დიახ, ის ცოცხალი ინგლისურია, თან ქალი თარგმნელია და ასეც მოიხსენებენ, რომ ეს არის ვოუქური თარგმანი. დიახ. ხო და იმან რო გაკრაკბილი ეს საინტერესო იყო. საქმე ის არის, რომ უნდა იყოს შესატყვისი, ანუ კანჩალოვსკი არ უნდა იყო, მაგრამ ერთხელ ერთმა დიდმა რეჟისორმა თქვა, თუ გინდა კარგი ფილმი, უნდა იყოს კარგი წიგნი. მაგრამ დიდი წიგნი არ უნდა იყო, იმიტომ რომ ფილმი მას ვერ მოერევა. ეს არის ჰიჩკოკის სიტყვები. ვიღაცები ხო ახერხებდნენ. აი სხვა პაზოლინი, ძველი და მაგალითად კუბრიკი. მე მაგალითებს ვიტყვი ასეც. კუბრიკის შემთხვევა არის იდეალური, იმიტომ რომ კუბრიკმა ნამდვილად აჯობა ორიგინალს. ბერჯესის მექანიკურ პორტოხალს კუბრიკის ფილმი ჯობია. და სხვა ტექსტებიც გადაუღია. სხვა ტექსტები, მაგრამ იმათი ახლა ხო, გავიგეთ რომ ლოლიტა შეიძლება ვერ აიწია, მაგრამ აი შნიცლერის ლოლიტა ნამდვილად არ არის კუბრიკის. შნიცლერის ფართოდ დახუჭული თვალები ალბათ აწია. შნიცლერი არის ის ავტორი, რომელიც უნდა გადაიღო. ზუსტად ის დონე, ანუ ძალიან კარგი წიგნია, მაგრამ კარგად გადაიღო. ანა კარენინა არ არის. კარგად გადაიღო კი არა, შნიცლერს ბევრად აჯობა. შნიცლერი რო გაცოცხლებული ხო იტყოდა, რომ არა, ბერჯესმა სხვა შორის თვითონ თქვა, რომ მაჯობა. ბერჯესი საერთოდ გააცოცხლა. საერთოდ კუბრიკი ეს სხვა ფენომენია. და ალბათ პაზოლინი. ახლა პაზოლინიშსაც შეეხება. პაზოლინი. ახლა აი ანტიკურ თემებს ჩემი აზრით პაზოლინი არის ერთადერთი კაცი, ვინც თავი გაართვა ანტიკურ თემას. მე თქვენ რო ფილმი მოგწონთ, ისიც კი არ მგონია ამ დონის იქნება. ახლა პაზოლინის ამბავი ასეთი არის. პაზოლინის დონის არც მგონია ეს. პაზოლინის ამბავი ასეთი არის. ასეთი კაცი კინოში ალბათ ერთი ცალი დაიბადა საერთოდ. ამ მოგვარე რო ყავს ეს საინტერესო არის. თუმცა არანათესაა. იმიტომ არ უნდა იყო პაზოლინის მოგვარე, ეს საშინელებაა ალბათ ცხოვრებაში. პაზოლინის მოგვარეობა მძიმეა. საერთოდ გვარში უნდა იყო პირველი კაცი. ეგ საინტერესო არის. თქვენ ახლა ხო პრობლემა გაქვთ? იმ ხელა კელიზეები ხართ, მაგრამ ისინი გურულები არ არიან. მე ვყავს კარგი წინაპრები. მე იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა, ეს პირობითი ნათქვამია. ჰიჩკოკის ნათქვამი.
ეს არის ნორმალური რეჟისორებისთვის. ახლა პაზოლინი არ იყო ნორმალური რეჟისორი. პაზოლინი საერთოდ ფენომენია ყველაფერში. არ იყო ნორმალური. ყველაფერში. არაფერში. პაზოლინი იყო კომუნისტი, ჰომოსექსუალი და აბსოლუტურად არაეკლესიური და მისი ფილმის გამო медали მიცა კათოლიკურმა ეკლესიამ. ახლა წარმოიდგინეთ როგორ არასტანდარტული მოცემულობა არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ იმათ, რომ კომუნისტა იმას აქვია არასწორ კაცს, მაგრამ პაზოლინიზე არ გავჩერდებოდი ამ შემთხვევაში. აი ნოლანის შემთხვევაში რა მოხდა? პაზოლინის ორივე ფილმი გენიალური არის. ნოლანის შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ. ნოლანი საკმაოდ კარგი რეჟისორია, რომ გაებედა. ამიტომ ამ ნაწილში მე მაგალითად არ მაქვს მასთან პრობლემა, როგორ შეკადრე და როგორ მოკიდე ხელი. ტექნიკური უნარჩვევები შესაბამისია. კანჩალოვსკიმ თუ მოკიდა ხელი და ლამის მისმა ძმამ, ახლა დიდი პრობლემა არ არის. უბრალოდ ნოლანმა აბსოლუტურად არ დაგვინდო ჩვენ ვისაც ხომეროსი გვიყვარს. მე არ მოვთხოვდი მას ერთგულებას და მიყოლას რა, სწორად, იმიტომ ერთგული ვინც იყო, იმან ვერაფერი ვერ კნახლა. დიდი არაფერი ფილმები არ არის ესე. განსაკუთრებით ის ოდისევსის დაბრუნება საერთოდ ამაზენი იყო ჩემი აზრით. მაგას მე მგონი ნოლანმაც კი აჯობა. ხო. ნუ მსახიობი ყავდა ალბათ რალფ ფაინსის სახით საინტერესო და იმან რაღაცა. ცუდი არ იყო რა თქმა უნდა, მსახიობები ამასაც ჩვენიერი ყავს. ახლა ფილმში ბევრი პრობლემაა რა თქმა უნდა, მაგრამ 1-2 სამსახიობო ნამუშევარი სახეზე არის. ბევრმა კარგად შეასრულა. გარდა აბსოლუტურად სამარცხვინოდ შესრულებული ათენას როლი ზენდაია ეს ყოფილა არავინ. მე მაგას კინოში არ შევუშვებდი, მე მარტო მაყურებდი. ო, ძალიან დიდ რისხვას დაიმსახურე. რაიმე და ამ როლში ზენდაია არა თუ ათენა არ იყო. ანტიკური ღმერთები აღარ არსებობენ, მაგრამ TikTok-ის ღმერთები არსებობენ და იმათგან იქნება დიდი რისკი. ქართველებს უნდათ რომ ნესანდარიჯანის როლი შეესრულებინდან ზენდაიას. TikTok-ის ღმერთები განრისხდება. იქაური პოსები. არა, იმიტომ კი არა რომ რაღაცა. არა, უბრალოდ ათენა არის სიბრძნის გავღმერთი. არ შეიძლება შტერმა ითამაშოს ათენა. არ შეიძლება. ის აღმოჩნდა რომ საერთოდ ვერ ერკვევა. საერთოდ. ან რა ინტონაციებია, არა რა სახეებია. არა სერიოზულად ვკითხულობ, მაგრამ დესაკრალიზაცია ხო არ იყო ათენას. მე ვფიქრობ, როდესაც ღმერთები არ ყავს მაშინ ნაწარმოებში საერთოდ და მარტო ათენა ყავს, კი უნდა იყოს ცოტა მოგზელებულად, რომ რაღაცისთვის არის ის საჭირო. იმისთვის კი არა, რომ ეს ჩვენი გმირი მაგარი იყოს და ის დამკვირვებელი. არა, ის არის წარმმართველი ძალა. ოდისევსის ძალა არის ათენა. მესმის. მოდი ასე ვკითხავთ, ცოტა ასეთ პრიმიტივულად. რა არ მოგეწონათ და რამე თუ იყო რაც მოგეწონათ? რა არ მომეწონა კიდე ეს ერთი თქვით უკვე და სხვები. მეორეს გეტყვით. მე არ მომეწონა, როდესაც ხადესიდან ამოხცვიდა ხალხი და გამოეკიდა. ეს არის ძალიან არასწორი. ეს სპეციალური სცენა იყო, აღარ მინდა მესმის დავკონკრეტე რატომ და რისთვის. მესმის ისაა კარგი. მესმის რაც არის, მაგრამ არსებითად ცვლის ვითარებას. აქილევსმა, რომელიც არ ახსენა საერთოდ და ეგ გასაგებია რატომ? რომ არ დაჩრდილოს ჩვენი გმირი. აქილევსმა, როცა აქიდან უთხრა ოდისევსმა, ხომეროსის აქილევს რო უთხრა, რომ შენ აქაც რა მაგრად ყოფილხარ და რაღაცა იმან თქვა, მირჩენია უბირი კაცის მონავიყო, ვიდრე მეფე ჰადესში. პირველი კაცი ჰადესშიო და თურმე ეს თქვა კი არა, უნდა ამოვარდეს იქიდან და აქით შეგვიქნას საფრთხე. ეს წარმოუდგენლად არასწორი მგონია, ნეკვია გააფუჭა. ეს იქ ბევრი შანსი იყო კარგი. მათ შორის როდესაც აქ ნაწყენმა კაცმა იქ ზურგი აქცია და არ შეურიგდა მკვდარიც კი აი ასე და მთელი ამბები იყო იქ კარგი, მაგრამ ეს არ მომეწონა ძალიან. ამაზე უბრალოდ აღშფოთი. განრისხდი. ეს ერთი. მეორე მე სხვაჩვენ არანაირი პრობლემა არ მაქვს ჰელენე ლამაზია თუ არ არის ლამაზი და შავია თუ თეთრია. ეგ არ არის პრობლემა საერთოდ. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საერთოდ მისი გაუმნიშვნელოვნებაც რაღაცნაირად ხო ეს იყო ალბათ ესე პაციფისტური ილეთი რომ ომს არავისთვის კარგი არ მოაქვს. ყველაზე უფრო რაც არ მომეწონა. აი ყველაზე უფრო. მოგეხსენებათ თქვენ ასეთი ამბავი არის რომ ოდისევს იქ მკვლელები კი არ გამოეკიდნენ, ალმეთ ერთმა მიცვალებულმა უთხრა მისი ბედის შესახებ.
და ამ ბედში რაც ითქვა, ის ოდისეაში ყველაფერი არ არის. ანუ ოდისეა მთავრდება იმით, რომ ამან საქმროები მისი ცოლის დაამარცხა, რომელსაც შეცდომით სასიძოებს ეძახიან ხოლმე, იმიტომ რომელი პოზიციიდანაა ეს ვისი სასიძოებია, ქალის სასიძოები ვერ იქნება. ჩვენ ვართ ქალის ნათესავები. ხო. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საქმროები არიან და ეს საქმროები რომ დაამარცხა, ამით და იმათთან შერიგებით თავდება ოდისეა. კი. მაგრამ მისი ბედი ტირესიას მარაც უთხრა. მდგომარეობს იმაში, რომ ის სახში ვერ მოისვენებს და წავა. გაიდებს, ნიჩავს და ივლის, სანამ არ შეხვდება ისეთი კაცი, ვინც ეთქვის ექსანიავებელი რადგინდა, ვინც არ იცის რა ზღვა და მარილი. და სიკვდილი მოაზღვიდან და მას ჩვენი თანამემამულე, მისი საკუთარი შვილი კირკეს და მისი ვაჟი მოკლავს ტელეფონს. მოკლედ ეს არ არის ოდისეაში, ამიტომ ოდისეა გარკვეული გაგებით non finito არის, როგორც ილიადა, სადაც არ არის არც ტროის და უნდა იყოს ასეც. და ასე უნდა იყოს, იმიტომ ჰომეროსია, ახლა ეს უბრალო ავტორი არ არის. ასე რომ მიდის სახლიდან ოდისევსი. ეგ არ არის ცუდი ნოლანის გადაწყვეტაში. ცოტა ერთად რომ მიდის დიდი ვოდიში, მაგრამ ეგ ნიშნავს, რომ ილიადა გადაიღო ჯობდა რა. ოდისეა მან ვერ გაიგო. აი რა არის საწყენი. ის კი არა რომ ინტერპრეტაციები აქვს. არა, მან ვერ გაუგო ჰომეროს. კაცი ჩამოვიდა და თუ აქვს მას პეტესერი, როგორც მან გადაიღო. და ამაზე მეც კი მილაპარაკია. და ეს სწორია, კი, მას აქვს, რა თქმა უნდა, პოსტრამული აშლა. აი ეგ არის პიავოლისთან ყველაზე მაგარი ზღვის სცენაში. ის იმას უკეთესად არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რო გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, თუ ამას იგა ცოლთან ერთად როგორ წავა. და რას ნიშნავს შვილს დაუტო, ასე იყო მარტივად საქმე? ასე შეიძლება? ეგ ჰომეროსი, რა თქმა უნდა, ისეთი კაცი იყო. იტყოდა, რომ ჩვენ მათიცა გვეამების რაცა ორდენ თქვან ნათელათო დაახლოებით. რომ იყოს, გადაიგოს. იმიტომ ჰომეროსმა არაფერი არ წააგო. მე მგონია რომ თქვენ წარმოიდგინე ჰომეროსმა კი არა. ტექნიკური აზრით თქვენც არ წააგეთ, მაგას თქვა მინდოდა. ციგს კითხულობს ხალხი და ჩვენ ახლა აი ეს ნაწილი რომ აღნიშნოთ, ხო? ნუ ეს შეიძლება ხარა ეს ფილმის გამართლება არ გამართლების თქვა თვალსაზრისით არ გამოგვადგეს, მაგრამ ზოგადად კინემატოგრაფთან დაკავშირებით შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენად დიდი როლი აქვს, თქვა თანამედროვე, აი მას კულტურულ კინოს, იმისთვის რომ ადამიანებმა სულ მცირე წიგნისკენ თუ არ წაიკითხონ, გაიხედონ. ამ თვალსაზრისით მე ვიცი რომ ოდისეა გახდა ბესტსელერი. დიახ, ამ თვალსაზრისით ოდისეა. ნოლანის, ასე თქვა, როლი დიდია და პირიქით მადლობა უნდა უთხრათ. იმიტომ რომ ვინმე სხვას რო ეკნა ეგა ეს გააკეთა კაცმა რომელმაც აჩადო ფილმში პირველ დღეს ამოიღო ეს ფინანსური ანუ პროექტი არის წარმატებული კი ძალიან კარგად და კიდე დადის ხალხი და კიდე ივსება დარბაზები და აიმაქსზე და იმაზე უყურებენ მთელი ამბავი არის ეს არის ფილმი რომელსაც აქვს კიდე პარალელურად უამრავი ვიდეო მაგალითად TikTok-ზე სპეციალურად ის მსახიობები გადაღებების შუაში კიდე წერდნენ რაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ვიდეოებს რაღაც ისეთ კოლაჟებს ვიდეოები საკმაოდ კარგი ხო კი და ნუ ამით თქვა ფილმმა კომერციულად ძალიან მომეწონა აх კი მაგას ველოდი და მეგონა ტექნიკურად ოდისევსურად გამოტევეთ მე არის ისეთი რამ რაც მომეწონა ჯერთი ოდისევსი ტიპაჟი მე მომეწონა მე ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე ნებისმიერი სხვა ოდისევსი ტიპაჟი უბრალოდ შევხედე და მე ვიგძენი რომ ეს ის არის. თან კვალიფიციური მსახიობია. ძალიან კარგი მსახიობია და მასთან პრეტენზიები არ არის. ნამდვილად არა. გამიკვირდა და არც პენელოპე იყო ცუდი. გამიკვირდა, იმიტომ ის არ არის იმ მასშტაბის მსახიობი, ჩემი აზრით. შექსპირის ცოლის სახელი და გვარი კი აქვს მართალია, მაგრამ მაინც. მაგრამ არა ჩაჯდა ასე. მით უმეტეს რომ აქტიური პენელოპე ყავდა. დიახ. მაგრამ ყველაზე უფრო რაც მომეწონა ეს არის აი წარმოუდგენლად კარგადაა გაკეთებული როდესაც ლესტრიგონების ეპიზოდი აი უცებ ვიგძენი რომ აი მაგ ადგილას ესმის ჰომეროსის
ცით რომელი ადგილია ტყეში რო არის და მოულოდნელად დიდები რომ მოვლენ შუა საუკუნეების ტანსაცმელს იმაში არტილურიაში რა რაინდების რაინდების ტანსაცმელი ამაზე ახლა დავფიქრე ეგ იყო ძალიან კარგი ჩემი აზრით ეგ ერთ-ერთი დიდებულისა რა ხრიცი ადამიანი ხარ და უცებ დიდ რაღაცას აწყდები უფრო უძლურება შენი ჩანს მუსიკის თანხლებით სხვა შორის მუსიკის გავლენით ალბათ უფრო მთლად სუსტი არ იყო ტროას აღების სცენა აღების სცენა არ იყო ცუდი მაგრამ მაგას მეც გადავიღებ ხო მესმის ტექნიკურად კარგი რეჟისორი ამას გადაიღებდა მაგრამ კამერა კარგად მუშაობს კარგად მიღება გადაიღო კირკეს ეპიზოდი ეს იყო ამაზრზენი თავისი ღორათქცევის ნაწილი იყო ეს ვიღაცებს მოეწონათ ძალიან ნატურალი ხო ვიღაცებს რომ მოეწონა იმათზე არის გათვლილი და არა ჩემზე ამას ეს მეწყინა არა ვიღაც ცოტა ნაკით ხალხს გულისხმობ და არა იმათზე გათვალა როგორ ელოლიავება ამ ხორებს ისე ადამიანებს რომ მაგიურად გვაჩვენეს აგითხრათ ისე ჯუნა რა რაღაცა სხვა რამე გვაჩვენეს ჯუნა რატო გაგახსენდა ბევრმა არ იცის ჯუნა მე ნაწყენი ვარ იმიტომ რომ კირკე ჯერ ერთი არისო იმ იერის ქალი როგორიც მან დაგვიხატა კირკე ლამაზი ნიმფა იყო და ახალგაზრდა და კირკე ქართველი იყო და ამიტომ ცოტა მეტი პასუხისგებლობა მართებდა ნოლანს ამ მაგრამ ბევრს მოეწონა სწორედ კირკე მოეწონათ იმიტომ რომ კირკემ მათ თავისი თანამედროვე ცოტა ისეთი აღარ გვინდა სათქმელი თქვა რომელიც ოდნავ გაცვდა დღეს ეგ არისო წინასწარ გამიზნული ამბავი არისო ხო არისო ტელემაქოზზე მინდა გითხრათ ოღონდ მაინდა-მაინც ნოლანის ტელემაქოზზე არა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს თავისთავად იმიტომ რომ რეალურად შვილის ფენომენი ხო სხვაგვარად არის გაშლილი ხო ნუ ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა ეს ტრადიციაც არსებობს სოფლიო ლიტერატურაში როდესაც შვილები ჯობნიან მამებს არის ამბები სადაც შვილები მარცხდებიან მამებთან შეიძლება პირდაპირ შერკინებაში არა მაგრამ ისე როგორადაც ტელემაქოსი მარცხდება ოდისევსთან რატომ გადაწყვიტა ოდისევსთან დაკავშირებით ჰომეროსმა რომ შვილი რეალურად მისი გამგრძელებელი არ ყოფილიყო. ანუ ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიღაცისთვის ოდისევსი არის უშვილოც. და შეიძლება კლასიკური აზრით უშვილობა უფრო უკეთესი გამოსავალი იყოს. მე იცით რომ ერთმა დიდმა პოეტმა ოდისევსის არ ყოფნა დადებითად წარმოადგენა სამაგიეროდ ოიდიპოსის კომპლექსი არ გაქვსო ეს მადლობა მითხარიო ბროდსკის ლექს გულისხმობ. რომელზეც ვიღაცამ შეაქო და ვიღაცა გამოხდა და მე სხვა პასუხისმგებლიანმა კაცმა ამხილა ბროდსკი ანტიუკრაინულ განწყობებში. და მე გამიკვირდა მწერლისგან, არ ამგონია, რომ ის ამბავი რომ შექსპირი მევახშე იყო, რამეს აკლებს ჰამლეტს. მე არ მგონია ასე. მწერალი არ უნდა იყოს წმინდანი და ეს ამოთხოვნა ბოლოს და ბოლოს ბავშვობაში მაქვს საკითხული მთვარე და ექვსპენიანი. იგი მხატვარზეა და მსოფლიოში ყველაზე აუტანელი კაცია და ხატული იმის უკან ვანი არა, პროსტო გოგენი დგას. უბრალოდ გოგენი. ასე რომ მასე მე არ უყურებ ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ნოლანს ბევრი იდეა ჩაუვარდა იმიტომ რომ თანამედროვე ფორმა ვერ მოუძებნა. მათ შორის კირკე რასაც აკეთებს, რა იდეაც არის, ხო? იმის გაკეთება. და ტელემაქოსზე მაინტერესებს. და შეხება ტელემაქოსს. ტელემაქოსის ამბავი ასე. ჩვენთან ტელემაქეთ ცნობილი. არ დაიბნეს ვიღაც. ჩვენ ბოლო ხანებში შევქმნით ლექსიკონი, რომელიც ნანატონიას რედაქტორობითაა, ჩვენ თარგმნით ახლა ყველაფერს. ჩვენ თარგმნით სწორად, მაგრამ ხალხის ნაწილმა ხალხის ნაწილი წაიგითხავს ჩემს ოდისეასაც და დაიმახსოვრებს. ჯერჯერობით ძველი ოდისეასის სახელებით არის ცნობილი და კირკე საერთოდ ცირცექვია იქა და რატომ მე ახლა ვერ არც ერთი არა ცოცხალი და ვერ დაუსვა მაგკითხვას რასაც ჯორდენ ამპატიოსთან ქართულში კ ის წინ არაფერს არ განიცდის კიტრი არის გადასარევი სიტყვა არავითარი ციტრი არ გვჭირდება ჩვენ ეგ არის იმ ენებში სადაც კ ვერ გაუძლო ის ეს და იქ შეიძლება უფრო ქართულად ცირასთან ახლოს ხო კირკეს ცირასთან არა აქვს კავშირი არა ვიცი რომ არა აქვს ვიცი მაგრამ ვიღაცამ ხო თქვა რა ხამ ცირცე იყებონა
კილტეს კავშირი აქვს სირსეისთან თუ მაინც. აი ტელემაქოსის ფენომენი. ტელემაქოსის ფენომენს. ტელემაქოსი არის სუსტი. კი, აშკარად. და ეს ის შემთხვევა არა, როცა ის ურჩევნია მამულსა. არა, ის არ არის ოდისევსი, ის ოდისევსის ნახევარიც არ არის. ანუ ჰომეროსი გვეუბნება უმამობა რას ნიშნავს. აი ამას ნიშნავს 20 წლისა და 108 სტუმარიუზის სახში ათენა მისკენა და იმათთან ბრძოლას არც კი ფიქრობს. ანუ ხო შეიძლება ახალგაზრდობით მოგეჩვენოს რომ რაღაცა შეგიძლია და მოკვდე ამ ბრძოლაში. ან ერთი მაინც ერთი მაინც. მიპარვით მაინც. კაინას გამიდა ერთი მაინც. ხო, მოკლე სუსტია. როდესაც мама დაინახავს რომ შვილი სუსტია, იგი მას გამორთავს დიდი ბრძოლიდან. ხო, 4 იბძვიან. ანუ იბძვის ვინ? თვითონ მისი მეღორე, მისი მეცხვარე და მისი შვილი. აქედან ყველაზე სუსტი მეომარი არის შვილი. რატომ? იმიტომ რომ ვის უნდა ესწავლებინა? ხო, აქ ხო ფილმში გადაიღო რომ ვიღაცა ასწავლის პარიგაობას. ეს ხო გააკეთა. ხო მოიფიქრა რომ ბიჭი ასე როგორ იქნება რომ რა სულ არაფერი არ იცოდეს და ტელემაქოსი ამ ფილმში არც კონცეფცია ვარგა, არც მსახიობი ვარგა და საერთოდ ნულოვანია. შეეძლო არ გადაიღო როგორც აქილევსი არ გადაიღო. საერთოდ არ ეხსენებია, შეეძლო. ფილმში არანაირად მამაშვილობის თემას არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა კი არის ფილმები, თქვათ, ალექსანდრ ბევრი ფილმი არის ისეთი, სადაც მაგას აქვს მნიშვნელობა. სუსტი არ არის სუსტი პერსონაჟი ლიტერატურაში. საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ ყველაზე ოდისევსი არ არის არც იქ. არა, მაგრამ ყველაზე კარგად ტელემაქოსი გაიგო ჯოისმა სტივენ დედალუსი არის 100%. აი თვითონ ჯოისი არის ტელემაქოსი. ის სხვა რამე ყველაზე სწორად გაიგო. ის რა თქმა უნდა ლეოპოლდ ბლუმთან შედარებით არ არის ის ვერი მეორებს. ვერა, მაგრამ მას თავისი ტრაგედია ადამიანია, პერსონა. ამიტომ იგი ლაპარაკობს შექსპირზე. როგორც პერსონა. ყველაზე კარგი ტელემაქოსი არის, რა თქმა უნდა და ჯოისი რო არ ყოფილიყო, შეიძლება ჰომეროსაც კი და თუ ვინმეს აინტერესებს რა არის ინტერპრეტაცია არის ეს. ხო, ნახლა ჯოისისა და ნოლანის შედარება მეტის მეტი იქნებოდა, რა თქმა უნდა. თუმცა მე მაგალითად სულ გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენ აი ესეთი ჯოისი არ დაგვებადა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმან სხვისი ილიადა აიღო და სხვისი ოდისეა აიღო და ის გააკეთა. ჩვენ აგერ გვაქვს ტექსტი რა, საკუთარი. მაგრამ ვერათუ ვერ ბედავთ. ხალხმა გაბედა და ძაღლისწყალოსანი და პორნოგრაფია და რაღაცები. ძალიან ბევრი ინტერპოლაცია ქონდა წყალოსანს. ინტერპოლაციები კი, 800 წელი. მაგრამ იწერებოდა ლამის. არ იქცა არავისთვის თუნდაც ოდისეა. ცირა, ხო, ავთანდილი ალბათ გაცილებით უფრო ოდისევსია ამ სიტყვის ღრმა გაგებით, მაგრამ ხანდახან ლაპარაკობენ და საინტერესო ხალხიც ამბობს, ხო? თქვათ, ეს შედარება მაინც რომ დარჩეს ჩვენს გადაცემაში, ნაცარქექიას. ნაცარქექია, არის იქ. უბრალოდ ნაცარქექია რო აიღებს ტროას, ამის დაჯერება ძნელია ძალიან. იქ არ არის. თუმცა რა თქმა უნდა, კი, არის ელემენტები. ხო, მაგრამ ძალასთან გამკლავება ხერხით ნამდვილად არის. ჰომეროს და ოდისეას რუსთაველი მას რა თქმა უნდა იცნობს. იმიტომ მინდა გითხრათ, რომ ახლა ფილმში რა თქმა უნდა ეს ვერაფრით ვერ აისახებოდა, მაგრამ ხაზი როგორ მიდის მოქმედება ვეფხისტყაოსანში და ოდისეაში არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. იგი იწყება იმ მომენტში ის ოდისეა იწყება იმ მომენტში, როცა კუნძულზე არის და დატყვევებულია, აქ იწყება იმ მომენტში, როდესაც ტარიელი გამოჩნდება და გარკვეულად კუნძულზეა და დატყვევებულია. და მე ზუსტად ისე მიდის, რაღაც მომენტში ოდისევსი იწყებს თხრობას, რაღაც მომენტში ტარიელი იწყებს თხრობას და იქიდან მოვდივართ აქედან, მე იკრიბება ორი ხაზი ავთანდილის და ტარიელის. ისე როგორც ოდისევსის და იმ კუნძულის, რომელიც საერთოდ გააქრო ნოლანმა. თეაკები არ არიან, თუ ვინმე არ არის დემოდოკოსი და არ არის თელი ამბავი, რომელსაც ლიტერატურაში მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კინოში ალბათ არა. კი ბატონო. ერთი თუ ძალიან ზედაპირულად მაინც გვისმენ და ვიღაც
იმას მაინც გაარკვევდა, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი კავიას კინოდარბაზები არ არის. მაგრამ მე მაინც მინდა უთხრა ადამიანებს, უყურო მეც. რა თქმა უნდა, მე რამდენჯერმე უყურე, ახლა მე არ დავმალავ რომ პირველი რეაქცია ალბათ თუ მაინდამაც კი არა IMAX-ზე ჯობს. რა თქმა უნდა, მაგაც უყურე. ყველგან უყურე. ჩემი კომპიუტერის იმედზე არ დავჩენილი. დიდ ეკრანზეც უყურე და ძალიან დიდ ეკრანზეც უყურე. რა თქმა უნდა, ფილმში არის რაღაცეები, რომელიც მაგრამ ერთ-ორ ადგილას მე რო ჩამეძინება, ცუდათაა საქმე. აჰა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხო, ასეთი ფილმები ზოგადად აი ესეთი მასობრივი აზრით ლიტერატურას არ აზარალებს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ხო, ვიღაცები მართლა მიატრიალა. ვიღაცამ შეიძლება საერთოდ პირველად გაიგეს, რომ ასეთი ტექსტი არსებობს. აი საქართველოს შემთხვევაში არის კოლოსალური ამბავი, როგორც გამოცემლობა მეუბნება. შესანიშნავია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ეს არის საყვარელი ტექსტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჰომეროს უიზნებდი ბავშვობიდან. მაგრამ ვერ ბედავდი. მაგრამ მოარტყი. ვერ ბედავდი. რაღაც ასაკი ჭირდება. ისე უნდა იყოს საქმე, რომ აიღებ და გადაშლი უნდა კითხულობდე, ლექსიკონი არ უნდა გჭირდებოდეს. და ჰომეროსი ისეთი ავტორია, რომლის ასე წაკითხვა მართლა შეიძლება. ჯოისი კი არ არის. რა თქმა უნდა და კიდე ჰომეროსი არის აი წარმოუდგენლად ზღაპრულად იოლი ტექსტი. ამიტომ ხალხი ახლა კითხულობს და დიდი მადლობა ყველას ვინც აიკითხავს. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ათვალსაესით ნოლანსაც გაგვახსენდა ჰომეროსი და ამ მუსიკა არ გვითხოვს, ერთ-ორ ადგილას კარგად გაიჟღერა. მუსიკა, კარგი მუსიკა დღესაც აქტიურად იყენებენ ფილმის პრომოუშენისას. ძალიან დიდი მადლობა ლევან ბერძენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ოდისეაზე ვლაპარაკობდით, მე გიორგი ეგელიძე გახდით, გადაცემას კი ბიბლუსი თალქს ქვია.